მე ვარ ატიკა, რომელზე 7 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. უკვე მეორეჯერ ვეწერები ჩეურ თაობაში. პირველი ჩაწერის მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა. მაგალითად, გავხდი უფრო ჭკვიანი. რაზე მეტყობა და მათემატიკის ამოცანებს უფრო მაგრად ვხმი. კიდევ ის მოხდა, რომ ოცნება ამიხდა და შევედი ფეხბურთზე. ვარ ვესჯორჯიის ფეხბურთელი და ამით ვარ ამაყი. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მე მინდოდა ცენტრში, მაგრამ მასწავლებელმა დამაყენა ფლანგზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლების გატანა. ჯერ კაპიტანი არ ყავს, მაგრამ რომ აგვერჩევენ მე ვიქნებ. ვესჯორჯიაში ჩემი მწვრთნელია თორნიკე ბურკაძე. ის არის სერიოზული, მომთხოვნი და მეგობრული. კარგად თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ რო გავიზრდები, მაგაზე უკეთესად ვითამაშე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ბლატაობა. ბლატაობა კი არა მატაობა. ადრეც მინდოდა ფეხბურთელობა და ახლაც იგივე ასე ვარ. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ის შეიცვალა, რომ ისევ დავბრუნდი ცეკვას. ცეკვა ძალიან მეხმარება ფეხბურთის თამაშში. ჩემს ქორწილში ჩავისვამ შავ კოსტუმს და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები მის მეჯვარეს. სკოლა ისევ ძალიან მიყვარს და უკეთესობაა. იმიტომ რომ დასვენებაზე უკეთესად ვერთობ. ადრე პატარა ვიყავი და არ ვიცოდი როგორ გავთრობილიყავი. მერე ჩემი სკოლის დირექტორი ვიყო და დავამატებდი 1 სართულს. კიდევ ბუფეტში შევცლიდი მენიოს და დავამატებდი ბევრ საჭმელს. მაგალითად დავამატებდი მწვადს, შაურმას, ბურგერს და ფრის. მე ისეთ ერთხელ დავლიე ღვინო და დავთვერი. მაშინ ვიყავი 4 წლის და მომიკოსთან ერთად დავლიე. კარგი სიმთვრალე მაქვს, ცოტა ხანი დავჯექი და წავედი და დავიცი. ჩემს სახლში რაც შეიცვალა და ჩემი ძმა გაიზარდა და უფრო მიშლის ნევრებს. ყველაზე უფრო ნევრებში მიშლის, როცა ჩემს ნივთებს უკეთხავად იღებს. მაბრაზებს არა და კარგი ბიჭია და მიყვარს. ძალიან მიყვარს საქართველო, იმიტომ რომ ხვეჭა კვარაცხელია კარგად დარბის. კიდევ იმიტომ რომ სხვა და კარგი ხალხი ცხოვრობს. მიყვარს თურვა და მიხარია ბათუმში რო ცხოვრობ. მინდა ისე კარგად ცურავდე, სხვა რომ იხჭობოდეს გადავარჩინე. მე ვარ კეთილი ბიჭი და კარგი საქმეები გამეკეთებია ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე კარგი საქმე ის იყო და ერთხელ დავეხმარე ჩემ ნათლიას. ყველაზე უფრო ის გამიხარდა რომ ჩემმა ნათლიამ ველოსიპედი მიყიდა. საჩუქრები ძალიან მიყვარს და ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა ბევრი ტყვეები რომ იდება თოფში, აი ის მომიტანა. დღეს მინდა მომიყვანოს კვადრო. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 53 წლის. მისი ნამდვილი სახელია ჯემალი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელიც სუპერძალა მინდა რომ ვქონდეს. მე მინდა ვქონდეს დროში მოგზაურობის სუპერძალა. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მეორე საუკუნის თურქეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა. მე რატი და მარქვა მომიკვდა ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ რატი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა საბა. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი და სადღაც რომ წამიყვანს მომიკვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.